DaVinci Resolve Speed Editor, ბორბალი, რომელიც timelines ხელში გაჭერინებს. არსებობს მოწყობილობები, რომლებიც რევოლუციას არ ჰგვანან. ისინი არ გპირდებიან ადამიანის ჩანაცვლებას. არ საუბრობენ AI-ის მაგიაზე. არ ცდილობენ ახალი კომპიუტერი გახდნენ. ისინი ერთ რამეს აკეთებენ, კონტროლს ხელებს უბრუნებენ. Blackmagic Design-ის DaVinci Resolve Speed Editor ზუსტად ასეთი მოწყობილობაა. ეს ჩვეულებრივი კლავიატურა არ არის. ეს არის ცალკე სამონტაჟო კონტროლერი DaVinci Resolve-ისთვის, კომპაქტური პანელი სამონტაჟო ღილაკებით და დიდი ფიზიკური search dial-ით მარჯვენა მხარეს. ამ ბორბლის აზრი მარტივია, მონტაჟორი timelines მაუსით აღარ ქაჩავს. ის დროს თითებით იჭერს. Blackmagic-მა Speed Editor 2020 წელს წარმოადგინა, როგორც მოწყობილობა DaVinci Resolve-ის card page-ისთვის. ლოგიკა ძალიან პრაქტიკული იყო. თუ მონტაჟი მუდმივი კადრის ძებნა და აუწერტილებია, trim, scroll, shuttle, jog და source tape-ია, რატომ უნდა ხტუნავდე ყოველ ჯერზე მაუსით ინტერფეისში. დიდი ბორბალი timelines ფიზიკურ ობიექტად აქცევს. სწრაფად დაატრიალე და მასალაში მიფრინავ. ზუსტად დაატრიალე და საჭირო კადრს იჭერ. trim ღილაკს დააჭირე და იგივე ბორბალი ზუსტი ჭრის ინსტრუმენტი ხდება. Blackmagic-ის ოფიციალურ გვერდზე ნათქვამია, რომ ასეთი კლავიატურები მონტაჟს მაუსზე სწრაფს ხდის, რადგან ორივე ხელი ერთდროულად მუშაობს. მარცხენა ხელი წერტილებს სვამს, რეჟიმებს ირჩევს და ბრძანებებს უშვებს. მარჯვენა ხელი კი დიალით სიჩქარესა და სიზუსტეს მართავს. აი რატომ არის ეს მოწყობილობა საინტერესო OpenAI Codex Macros გვერდით. Codex Macros ცდილობს AI აგენტების მართვა ფიზიკური გახადოს. Speed Editor-მა მსგავსი რამ მონტაჟისთვის უფრო ადრე გააკეთა, მან დროის მართვა ფიზიკური გახადა. ეს არის მთავარი აზრი. როცა პროგრამა ძალიან ღრმა ხდება, ადამიანს მხოლოდ ეკრანი აღარ ყოფნის. მას სჭირდება ზედაპირი. ღილაკი. ბორბალი. წინააღმდეგობა. მომენტი, როცა ტვინი ხდება, მე მენიუში ფუნქციას არ ვეძებ, მე პროცესს ხელში ვიჭერ. დღეს Speed Editor Blackmagic-ის გვერდზე $415 პროფესიონალურ აქსესუარად დგას. ის Bluetooth-ით მუშაობს, აქვს შიდა ბატარეა უსადენო რეჟიმისთვის და შეიძლება ჩვეულებრივი კლავიატურის გვერდით ცალკე ინსტრუმენტად იდგეს. ეს ყველასთვის განკუთვნილი მოწყობილობა არ არის. მაგრამ ის მიმართულებას აჩვენებს, რაც უფრო რთული ხდება სამუშაო სისტემები, მით უფრო ფასეული ხდება ფიზიკური ინტერფეისები, რომლებიც აზრსა და მოქმედებას შორის გზას ამოკლებს. მონტაჟორისთვის ეს timeline-ის ბორბალია. პროგრამისტისთვის ხვალ ეს შეიძლება agent workflow-ის ბორბალი იყოს. და, შესაძლოა, ინტერფეისების მომავალი მხოლოდ ხმასა და ეკრანში არ იქნება. ის შეიძლება იყოს სწორ ღილაკში, რომელიც თითის ქვეშ გაქვს.